მივესალმოთ ჩვენ საოცარ მაყურებელს არაჩვეულებრივი განწყობით მოგესალმებით. დღემ მშვიდობისა, როგორც წესი და რიგი. რა თქმა უნდა, ბრწყინვალე ალექსანდრე მრელაშვილი, ჩვენი ერთგული მეგობარი. ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი მომღერალი, ბევრი კარგი სიახლის. მოგზავნით ასევე ბატონი გიორგი სირაძე, ადამიანები რომლის სტუდიაში გადმოვლენ და ასევე ბენდის სრული შემადგენლობა ალექსანდრე მრელაშვილი, თქვით ეკატერინე ჭანტურიძე კლავიში, ბატონი თორნიკე მამულაშვილი დრამი და ბატონი თემო ხაბაზიშვილი ამ შემთხვევაში ბას-გიტარა. მოგესალმებით. და ალექსანდრემ თავის დაპირება შეასრულა. ბენდის აბარა. როგორ მიხარია კახელების გარემოცვაში ვარ? მართლა? სუმშაგრავს ხალხო ერთად ამ ადამიანს უთხარით რომ ეს არც კახურში ჯდება, არც ქართულში ჯდება, ყოველთვის მაკნინებს, როცა თავისი კუთხის შვილებს ხედავს, მე უნდა რომ დამჩაგროს. არა, ჩემზე საუბრობს, ჩემზე საუბრობს. მე როცა გურულები მოდიან, ან დაუშვათ რა დღეში ვარდები ხოლმე? სულ ჩუმად და თავდაბლურად ჩვენთვის ხმას არ ვიღებთ. ოღონდ კახელები მოვიდნენ და დაუოკებელია. შორის თელაველი ვარ მე კახუდან რა. აქ საუბრო მიკროფონში. არა, პეტრეჩკა. ხოდა გურჯაანელები მიყავ, გაიგეთ. გურჯაანელები არიან. ანუ კახეთის გარემოცვაში. და ერთი გოგონა ყავს. ეს კახელები გვიყვარხართ. თელაველი ვარ დანარჩენი. გურჯაანი აი ამ ბენჩი ესე იგი ერთად არიან. არ შემიძლია არ კითხოთ, სანამ დავიწყებთ ამ საინტერესო თემაზე საუბარ. მართალია თელავს და გურჯაანზე, ჰა? აი უბრალოდ ხუმრობთ ამ ყველაფერზე. ანეკდოტი არის. ხო, გასაგებია ყველაფერი. ხუმრობაა რა. გასაგებია ყველაფერი. თორე ძალიან ვიყვარან ფაქტია. ალექსანდრე, ყველას გილოცავთ ბენდის შექმნას, ვიცი რომ დიდი ხანი გინდოდა ეს ბენდი რომ ყოფილიყო და გვეგრისა ბოლოს ჩვენს მსმენელს ძალიან რომ გვიყვარხარ. და კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვითხრი ამ ბენდის შესახებ, იდეა საიდან წამოვიდა, როგორ შეიკრა ეს ჯგუფი, ეს გუნდი და მე უკვე რეპერტუარზეც და სხვა დანარჩენზეც ვისაუბროთ. ნუ ძალიან დიდი ხანია ხალხი ახლა ყველამ კარგად იცის რომ როგორც სოლო მომღერალი ყველგან ესე წარსდგებოდი ხოლმე და ერთ-ერთი მუსიკალური პროექტის შემდეგ სულ ყოველთვის მინდოდა რომ ბენდთან ერთად ყოფილიყავი, მაგრამ მაგის ფუფუნება არ მქონდა რა. კი ბატონო. ხო და გამიმართლა ნამდვილად რომ ერთ დღესაც მოხდა ისე, ნუ ბევრი წლის შემდეგ, რომ ესეთ მაგარ მუსიკოსებთან ერთად მომიწია მუშაობა, დაწყება მუშაობის. გიორგი არაჩვეულებრივი ბას-გიტარისტი არის ჩვენთან ერთად. ასევე თემო, ეკატერინე, ერთი ულამაზესი და ინჭიერი გოგონა ყავს. ხო და დავიწყეთ ერთად მუშაობა და ერთი დიდი სიამოვნებაა ჩვენი რეპეტიციები რა და ნუ კიდე ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს წინ და დიდი სიამოვნებაა და სულ ყველაფერს მე ხო არ ვისაუბრებ და ერთი დიდი სიამოვნებაა რეპეტიციებიო და რას გულისხმობდა გიორგი გითხარი გარდა სიმღერისა და ერთქვენ ერთად ყოფნისა იუმორი ხდება გიომ გააგზავნის მოგესალმებით მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის სიამოვნება რეპეტიცია პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკას როცა შეეხება საქმე თუნდაც პროფესიონალურ ურთიერთობას, თავარი მაინც ადამიანური მომენტია რა. ანუ შეიძლება ბევრ პროფესიონალთან და ძალიან ძლიერ მუსიკოსთან ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ პიროვნულად ვერ მოხდეს თანხმედრა რა და აქ ჩვენ შემთხვევაში სრულიად სხვანაირად იყო. პირველ რიგში პიროვნულად გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით და მე ანუ საკმაოდ კარგი იდეა იყო იმისი, რომ ის სურვილი განხორციელებული იყო, რაც ალექსს ჰქონდა ჩაფიქრებული რა. და რა ვიცი, ერთობლივად გონი შევასხეთები და დანარჩენს ხალხი გადაწყვეტ და მოისმენს. აი, მინდა რომ იმას გავუსვა ხაზი, რომ ხალხმა გამიცნო ქართული სიმღერით, ქართული ქალაქური სიმღერით, მე რა ვიცი, ამის მოყვარული ვარ მთელი ბავშვობიდან, ჩემი ოჯახიც ქალაქურ სიმღერებს ღერის და ხალხურს და რაღაც და ჩვენს ახლა ბენდთან ერთად რაც ჩემი პროგრამა არის ქალაქური სიმღერების, ამ სიმღერებს ვაკეთებთ, ძველ სიმღერებს ვაახლებთ და რაღაც ახლებულ ვერსიებსაც ვქნით ერთობლივად. ნამდვილად ახლა დამეთანხმება ყველა რომ ქართული სიმღერა, ქალაქური სიმღერა ძალიან რთულია ბენდთან ერთად, რომ ანუ გჭირდება ისეთი მუსიკოსები, რომლებიც აი შეძლებენ ნამდვილად ისე გააჟღერონ, როგორც აი ქართველი მსმენელის ყური არის ძალიან როგორ გითხრათ, აი ყველა ხდება რა და ძალიან რთული არის იპოვო პირველ რიგში ესეთი მუსიკოსები, რომლებიც ისე გააჟღერებენ ამას როგორც აი მოწონს ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ქართული სიმღერა რა და
მე ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ყავს ესეთი მაგარი მუსიკოსები და ესეთი პროფესიონალები და მათთან ერთად მიწევს ყოველი რეპეტიცია მე კახეთიდან დავდივარ თბილისში რეპეტიციებზე რა. მე მინდა ისაუბრიშვი იმიტომ რომ იმდენად სასიამოვნოა რეპეტიციები, რომ აი ყოველთვის სიხარულით მოვდივარ რა, რომ ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის ჩანიშნავს ხოლმე გიო რეპეტიციას, რომ რეპეტიციებზე გავაკეთოთ ახალი სიმღერები რა. გასაგებია, ძალიან კარგია. ბევრი კარგი სამომავლო გეგმების გვაქვს და გიო ციტყვის მაგასთან დაკავშირებით. სამომავლო გეგმები კი გვაქვს, რა ვიცი, კონცერტები, ახლა დიდი ხანი არ არის ჩვენი ურთიერთობა რა დაიწყო მუსიკალური შემადგენლობით და ძალიან რამოდენიმე, ნუ საკმაოდ შეიძლება ითქვას, ბევრიც კი არის, ლაივები გქონდა, უკვე გასვლები გქონდა, დაინტერესება ძალიან დიდია ხალხის მხრიდან და რა ვიცი, ხა რახან ახალ წამოწყებულზე უკვე ამხელა დაინტერესება გვაქვს, იმედი იმისი, რომ ბევრად წინ წავალთ და რა ვიცი, ყველანაირ შემოთავაზებებზე ჩვენ მენეჯერი ყავს, ალექსას და გეცოდინებათ ალბათ ელენე მრელაშვილი, საკმაოდ რა ვიცი, მოწესრიგებული გოგო ყველანაირად და უკავშირდებიან ელენეს და ასე თუ ისე, რა ვიცი, რაც ვისაც მოწონს ჩვენი სტილი და ჩვენი მუსიკა გვეხმიანებიან და გავდივართ ლაივებზე. არ მოიწონოთ თქვენი ნამდვილი და შესრულება. და შეიძლება არ ვიკითხო სულ. რა სულ? სახელწოდება. სულ ეს საინტერესო ის არის, ბენდის სახელია. ანუ სულ ალბათ იმიტომ პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენი ჩვენთაგანი სულიერი მდგომარეობა მუსიკას ეხება, ჯერ მაგედან დავიწყოთ რა. მერე კიდე სულ იმიტომ რომ რა ვიცი, მე პირადად 9 წლიდან მუსიკაში ვარ და არც ერთი დღე არ მახსოვს მუსიკის გარეშე. სულ მუსიკაში ვარ. სულ ამ საქმეს ვაკეთებ, არის კომერციული მუსიკა თუ არის საავტორო, რა ვიცი, სულ და ასე თქვა. და სულ ანებიურებთ იმ ერთადერთ ქალბატონს, ულამაზეს ქალბატონს. ქალბატონს ვუფრთხილდებით, ვანებიურებთ შედლების და გვარად. რას ნიშნავს შედლების და გვარად? ესე იგი ნერვებსაც უშლით ხანდახან, ხო, აი მაინტერესებს. აი გაღარ ვიცი, ნერვებს რამდენად უშლით, მაგრამ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით რა. აჰა, მანებიურებთ. ეგ არის ძალიან ნიჭიერი და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ ქართული თემატიკის ერთ-ერთი ხერხემალი ჩვენ ბენდში არის ეკა და რატო? იმიტომ რომ ეკას ძირითადი მიმართულება, ანუ აი ეს ქართული თემატიკა არის უფრო. მე მაგალითად სულ განსხვავებული სტილიდან მოვდივარ. მე ფლამენკო ჯაზის მიმართულებაში, რაღაცა მედიტაციური მუსიკის მიმართულებაში თემური ვირტუოზი ყავს, რა ვიცი, იმდენ ძალიან მოთხოვნადი გიტარისტია ახლა, იმიტომ რომ ჩვენი ბენდის წევრია, ბევრ ბენდებში უკრავს. ძალიან ცნობილ ბენდებში, ასე ვთქვათ, დრამერს რაც შეეხება, უნივერსალური ბიჭია და რა ვიცი, ძალიან დიდი საკმაოდ გამოცდილი ბენდების დრამერი იყო ისიც და აქედან გამომდინარე და გაგერთიანოთ ქართული. ანუ გავერთიანდით, ხო, იმიტომ რომ რეალურად აი იმას მივხვდით ამ ბოლო პერიოდში, რომ მაინც რაც არ გინდა იქ ფლამენკო ჯაზი იქნება თუ მედიტაციური მუსიკა თუ რაღაცა, ხო, კი, უნდა დაუკრა ის სტილი, რაც შეიძლება ძალიან მოგწონდეს, მაგრამ ქართველ მსმენელს ბრჭყალებში ქართული ჯიგარი უნდა აჩვენო რა. ანუ ეს არის აუცილებელი რა. თუ ქართულად ვერ მეტყველებ მუსიკაში, ნუ მაშინ ახლა უკარი. როგორ გაერთიანეთ, გიორგი? ძალიან მარტივად. აი როგორ გაერთიანეთ? სად ნახეთ ერთმანეთი? როგორ მიხვდით რომ თქვენ ერთმანეთის სოციალური ქსელი. სოციალური ქსელი. ჩემი მუსიკის მოღვაწეობის 99% სულ სოციალური ქსელი ხდება რა. შემთხვევით წავატყდი პოსტს, მე არც ვიცოდი ალექსა ძალიან ბევრი იცნობს. დიახ. ძალიან ბევრი ფოლოვერ მეგობრები ყავს, მერე და მერე გავიგე, ეხლა მე ამ სტილში რამდენადაც არ ვიყავი, ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ ნუ პოსტი ვნახე, რაღაცა მეც იმ პერიოდში მაღაზიაზე ვიყავი, რომ რაღაც ქართული სტილის მომღერალთან ერთად იქნებ სინთეზი გავაკეთოთ ბენდში რაღაც და აქედან გამომდინარე, ნუ პოსტი ვნახე ალექსანდრე მრელაშვილი, არც გავიკითხე ან ვინ არის და პირდაპირ აი ესე შევეხმიანეთ რაღაც ტელეფონზე, ბენდი მინდა ძალიან, ნუ მეთქი მეც მაღაზიაზე ვარ და ესე შევხვდით და ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე ამ გადმოსახედიდან გაგვიმართლა რომ დალაგებული ხალხი შევხვდით იმიტომ რომ მუსიკოსები ზოგადად ხო ბევრი მუსიკოსები ზოგადად არ ვართ დალაგებული აი რას გულისხმობთ აი ანუ მუსიკალური შრომა ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს რა ანუ ესე არ არის ფანატიზმს მოითხოვს ანუ ხო ანუ ისეთი შრომა ეხა 9 საათი დღეში რო იმეცადინებ არ ამგონია ნორმალ ჭუაზე და ამიტომ მინდოდა და ანუ აქედან გამომდინარე ისეთი თემა ხო აი ადამიანი რო გისმენს გონია უ რა ადვილია კი იქ იმის უკან რამხელა შრომა რამდენი ღამენათეი რამდენი ისა ჩადებული ეს უკვე სხვა ვინ წვითავს რეპერტუარის შერჩევას ეს საბოლოოდ რეპერტუარის შერჩევას წვითავს რა თქმა უნდა ალექსი იმიტომ რომ ალექსანდრე წვითავს იმიტომ რომ ალექსანდრემ ძალიან კარგად იცის რა მოწონს ხალხს მას პროექტი
მხოლოდ ქართული ფინალისტი რო გახდა, მას მერე მან 7 წელი თუ 8 წელი ჰქონდა ეს თავის პროგრამის წარდგენა და ზუსტად იცის ხალხს რა მოწონს და აქედან გამომდინარე ზუსტად თავიდან ბოლომდე მინდობილები ვართ ალექსზე რა. შენ ოჯახსაც ხომ არ ამღერებ ცოტა ხანში აი ამ ბენდში, იმიტომ რომ ვიცით რომ ძალიან კარგად ღერის თქვენი მეუღლეც. კი, ნუ ჩვენ ცოტა სხვა მიმართულებით, ანუ საქსოფონი, ვოკალის დუეტი გვაქვს გაკეთებული. ნუ პარალელურად მე დიჯეობ კიდევაც ბევრ ამაში ვართ რა ერთი სიტყვით რო ვთქვათ, მაგრამ რაღაცა ფუნდამენტური, ანუ აი ეს პრიორიტეტული ჩემთვის პირადად ამ შემთხვევაში ეს ბენდი არის, იმიტომ რომ რეალურად ხვდები იმას, რომ ერთ საქმეს უნდა ემსახურო, ხო, თავიდან ბოლომდე და ის დამატებითი რაღაცა, ნუ ვიღაცას თუ ინგლისურენოვანი კომერციული მუსიკა უნდა დუეტი თუ დიჯეობა, ეგ კი ბატონოს. მაგას ისედაც ვაკეთებდით და გავაკეთებთ კიდევაც. ალექსანდრეს თავისთავად სოლო შესრულებიდან იცნობთ მსმენელი და ძალიან უყვართ კიდეც. რას თავაზობს ბენდის სულ? გარდა იმისა, რომ მათთვის ცნობილი ქალაქური სიმღერა კიდევ ერთხელ აჟღერდება და სხვა ვერსიით, გარდა ამისა კიდე რას თავაზობთ? სად უნდა გნახოთ, სად მოგისმინოთ? მოგისმენათ, კი ბატონო. ხო, სად მოგვისმინოთ? ვაპირებთ, ნუ სამომავლოდ გეგმები ესეთი მაქვს, რომ კონცერტები გავაკეთოთ სხვადასხვა ქალაქებში. იმედია მხარდაჭერაც გვექნება. ეხლა ყველამ კარგად იცის, რომ თუ არ გაქვს მხარდაჭერა ესეთი სახის ღონისძიებებს მარტო ვერ გაუძღვები და გჭირდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს გეგმავენ და აკეთებენ და იმედი მაქვს გვერდში დგომაც იქნება და მინდა და ჩემი ოცნება როგორ აი ოცნებაც ალბათ შეიძლება ეს დავარქვათ არის რომ მაგალითად ჩემი და ჩვენი სოლო კონცერტი პირველი დაიწყოს თელავიდან რადგან მე თელავიდან ვარ თელავია სუგულავია დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი SMS-ით მომდის ხოლმე რომ აი წერს ხოლმე ხალხი რა რომ სად შეიძლება მოგისმინოთ სად შეიძლება მოვიდეთ ხა ვიღაც თელავში ხო ქონდა ერთი ლაივი. ხო, ერთი ლაივი ქონდა თელავში. ნუ მე ვიძახი რომ თელავში კონცერტი ჩავატარო. ღიაცის სადმე ღიაცის ქვეშ. თელაველები. კი, მოედანზე. იქნება ყველაფერი ხდება ჩვენ ბევრ თელავიდან დავიწყოთ რა და შემდეგ დარწმუნებული სხვა ქალაქებიდან იქნება შემოთავაზებები. თავისთავად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ეს ასე იქნება. წარმატებებს გისურვებთ ძალიან ბევრს. გვიხარია რომ ჩვენთან ხშირად იყავი და დღეიდან უკვე ბენდს გელოდებით არა მარტო ალექსანდრეს ხშირად გელოდებით მეგობრებო ბევრ წარმატებას გისურვებთ. გაიხარე.